მიხელ სალამი, საჯავახულების დეპარტამენტის სახელით. გაყინულ ფეხებს ეხება და საბანს აზარებს, ო მამა ჩემი, თვალებიდან ამოსულ ქრისტეს ვატყუებ, მამა ლაზარეა, მამა ლაზარე. 2009 წელს წავიკითხე პირველად სცენაზე ლექსი. მაშინ შეიძლება ვღელავდი, მაგრამ ასე არ ვღელავდი. ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან დიდი მადლობა ბიჭებს, რომლებიც აქ დამხვდნენ, აქ თავისი ნაწერები, ლექსები წავიკითხეს, თავისი ემოციები და ტკივილები აგვანდეს. Вичицин გადადგა და განეშორო იმას, რაც უკან რჩება. საღამო იყო ძალიან თბილი, ჩვენ სასიხარულოდ აღმოჩნდა პატიმრებს შორის ადამიანები, ახალგაზრდები, რომლებიც ძალიან კარგად წერენ, კითხულობენ და აი ჩვენ ეს იყო ძალიან სასიხარულო ჩვენთვის. მოიტანენ წიგნები, ჟურნალები. ბათვალიერებ უთვალებო ხალხების რიგებს მოდილიანი მოდგება და იმას მარიგებს, რომ გვირაბს აქვს დასახადი თვალები, მაგრამ თვალების შიგნით ღმერთის ნაცვლად კენგურუს ნახავ. აქ შემთხვევით მოვხდით ახლა ბედისერის ამოვხდი რაღაც ამ ამბავზე ფიქრობ და რაღაცა ამა რა აკეთებ და ლექსი ვისაც ვეფერე შეუბრალებლად იმან გამლახ ვისაც ჩავაცვი, სწორედაც რომ იმან გამხადა. ვისაც ვიცავდი, მუხანათურად ის ჩამისახდა, ყველა სიკეთე და ამაგით ეკლა დამხდა. საჯავახულების დეპარტამენტის ორგანიზებით საქართველოს ყველა დაწესებულებაში ჩატარდა წიგნის დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიება, სადაც მონაწილეობა მიიღეს მშობლებმა, რომლებიც განთავსებულები იყვნენ სხვადასხვა დაწესებულებაში. ეს ღონისძიება ჩატარდა როგორც დასავლეთის დაწესებულებებში, ასევე აღმოსავლეთში. აგრეთვე მოწვეულები იყვნენ პოეტები და მწერლები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა, მოხდა ბიბლიოთეკების განახლება. ჩვენ პრეზიდენტი ვარ ძალიან განაცხადებული, ზუმასკოები და ის დავიწყებული. აუს რა გადაწყვეტია. მენობა თუნდაც ყოლობა ცენტრისგან ჩანადენია. ერთჯერ ვიხილეთ დაძრები, ქრისტელი წანახდენია. მერტისგან ცუდი სიკეთე არავის არ ახდენია. გადასარევი საღამო ყველანაირი აბსოლუტურად. უბრალოდ ციხეა, მაგრამ აქაც ვარ ისეთი ადამიანები, რომლებსაც შეგვიძლია ძალიან რამე შეგვიძლია გავაკეთოთ. და რა ვიცი, ყოველ შემთხვევაში შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანი გარეთ იმას ვერ აკეთებს, რასაც ბევრი აკეთებს. ძალიან გადასარევი უბრალოდ საჭიროა ყოველთვის მოვიდეს ეს ადამიანები აქ. თვეში და ორ თვეში თუ არა, სადღაც 3 და 4 თვეში ერთხელ მაინც საჭიროა რა ყოველ შემთხვევაში. ჩვენ უამრავი ასობით, ათასობით ლექსებს ვქით, მოთხრობებს ვქით, წიგნებს ვქით და აქედან გამომდინარე, არა ვართ ის ადამიანები, ჩვენ რო დავიკარგოთ რა. შეიძლება ამ მომენტში გარეთ ხარჯზე დაკარგული ვართ, მაგრამ მოვა ის დრო დაკარგული არ ვიქნები, გამორიცხული. არ ვიცი, იმ ყოველს დაერქვა სახელად, მე რო შემარყია სიჩუმის კუხილით, ალბათ აღსარება ცოდვების გამხელა, ალბათ მონატრება, ტკივილი, წუხილი, ყვავილი ზურმუხტის, კუდეში ჩასმული, ყვიდრა დაკაშკაშებს ცხვირების მინანქარს, სული ესეთურფა, ესოდენს დასრული, ჯერ არ შემხედრია, ჯერ არსად მინახავს.